მოვიწვიოთ აუცილებლად ტექნოლოგიებში უნდა გავერკვიოთ რა სიახლეები მაქვს და ვინ თუ არა თეიმურაზ მოსულიშვილი ჩვენთანა მოგვაგებებს თავის AI-ებს. რაღაცა ძალიან დიდი სკანდალია ხო ამ AI-ის თემასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რომელ სკანდალს გულისხმობ თან შენ დაიწყე და ჩვენ შემოგიერთდები. შენ დაიწყე და ეთქვი რომელსაც. პირველი აი სკანდალი სხვა შორის ესე ძებ არ გამახსენდა და საინტერესო იქნება მითხრა რომელი იმიტომ რომ მეც მაინტერესებს. პირველი ეს მინდა გითხრათ სილიკონის ველზე არსებობს ესეთი ოდიოზური ფიგურა თუ შეიძლება ეს თქვი ხმარო ეს არის ალექს კარპი კომპანია პალანტრის დამაარსებელი. ეს ტექნოლოგიური კომპანია რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ძირითადად სამხედრო მიმართულებით ეხმარება. ამ ადამიანს ბრალს დებენ და ისიც არ უარყოფს რომ ხშირ შემთხვევაში ეს მიმდინარე ადამიანებზე თვალთვალი რაკეტების დამიზნება ასე მოკლედ აი კლასიკურად რო წარმოვიდგინოთ ძველი ამერიკული რაღაც ძველი ახალი ამერიკული ფილმი რაღაცა ბლოკბასტერი. ხო რაღაცა ეგეთი პერსონაჟი არის ალექს კარპი კი რა ამერიკის ომში ეხმარება იქ ეხმარება მოკლედ საინტერესო პერსონაჟია ძალიან თან ბოლო პერიოდი გამჟღავდა რომ საიდუმლო შეხვედრებს აორგანიზებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა მილიარდელებთან ერთად რომ იმსჯელო მომავალ შეთქმულების თეორია. მოგითხო ისეთი ანუ რუხი კარდინალია. ხო, საინტერესო პერსონაჟი არის თუ გინდათ რომ გაერკვეთ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში სილიკონის ველზე ამას ამ კაცის მოღვაწეობას უნდა თვალი ადევნოთ. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ამას. რატომ არის ახლა საინტერესო? CNBC-ის ეთერში იჯდა ალექს კარპი, სადაც ის პირდაპირ ლაპარაკობდა თუ რამდენად ცუდი ბიზნეს მოდელი აქვს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს. წამყვან კომპანიებს, ანუ ChatGPT-ს, Claude-ს, Google-ს და ასე შემდეგ. რა პრეტენზია ჰქონდა მას ამ კომპანიებთან? პირველი იყო რომ ძალიან ძვირი არის მათი სისტემა, რომელსაც ისინი სთავაზობენ კომპანიებს, ანუ ეგრეთ წოდებული ტოკენების სისტემა. ანუ ეს ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, ნიშნავს რომ ჩვენ ხო ვიხდით პირობითად $20 და რამდენიც გინდა გამოიყენე. კომპანიები ცოტა სხვანაირად იხდიან, თუმცა უკვე მომხმარებლებზე ჩამოდის ეს გადახდის მოდელი, რამდენსაც გამოიყენებთ, იმდენს გადაიხდის კომპანია. ანუ პირობითად თუ მოიხმარ 1 მილიონ ტოკენს დაგიждდება $100 მილიონი, 2 მილიონს, 200 მილიონი ასე შემდეგ. მოკლედ ეგეთი გადახდის სისტემა. ანუ არ იქნება სტანდარტული რაღაცა ტარიფი. კარპმა ისეთ რამე თქვა რომ პირველ რიგში ეს აბსოლუტურად უაზრო სისტემა არის, იმიტომ რომ ფაქტიურად ქონების გადასახადს გავს კომპანიებისთვის ხო? და შემდგომ რაც უკვე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხა ის ერთმანეთს ფულს როგორ გაიყოფენ, ეგ ნაკლებად საინტერესო არის. რაც უფრო საინტერესოა, რაც მან თქვა არის რომ ეს ტოკენები და ზოგადად ეს სისტემები, რომელიც ინერგება ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანიებში მასიურად და ძალიან სწრაფად არ მოაქვს შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. ანუ ის პირობა, რაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიებმა დაუდეს ამერიკულ კორპორაციებს, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამერიკაზე არის ლაპარაკი, ვერ გაამართლებს, არ ამართლებს და ის ამოსულს ის ხელოვნური ინტელექტის იდეას კი არ აკრიტიკებს ზოგადად ეგ არ გეგონოთ. აკრიტიკებს რომ იმ მოდელით, რომლითაც ეს კომპანიები ემუშავებენ ამერიკულ კომპანიებს, არ არის მომგებიანი და არ არის არაფრის მომტანი. ასევე მან ძალიან ნათლად გააკრიტიკა რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულება და ეს ძალიან უცნაური, ძალიან დაახლოებული პირი არის ტრამპის ადმინისტრაციასთან. ძალიან უცნაური დამოკიდებულებაში არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კომპანიებთან, იქიდან ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან. იქიდან გამომდინარე რომ ფაქტობრივად მათ ბრმად ენდობიან და ეს ასე არ უნდა იყოს და ბევრად უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული და ჩარეული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამ ყველაფერში. მოკლედ ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო თან ეხლა ამას მოყოლით ვერ გადმოვცემ, თუმცა ეს ძალიან აღშფოთებული იჯდა და ძალიან ემოციურად ლაპარაკობდა. კი და ამას მე მოყვა მთელი ამბები და განხილვები რომ ეგება ნასვამი ხო არ იყო პირობითად ესეთი ბრალდებას მოვისმინეთ და ასე შემდეგ. მოკლედ ალექს კარპის მოღვაწეობას თუ მიყვებით, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. შევეცდები დღეიდან ჩემს პულსზე მეჭირება ხელი. ალექს კარპის პულსზე. ახლა მოინდა მოგიყვეთ ჩინურ ხელოვნურ ინტელექტზე. სულ ესმის და ჩემი საქმე ეგ არის. არა. ჩინური ის უკვე სასაცილოა ჩინური. სულ მიდის ლაპარაკი რომ ამერიკელები არიან წინ, ჩინელები უკან. და სულ ჩინელები ცდილობენ დაფარონ ეს სხვაობა მათ შორის და წარმატებით ფარავენ ამ სხვაობას, რა თქმა უნდა, არ გაგიგდებთ. ახალმა ჩინურმა კომპანიამ ZAI, ანუ ZAI გამოუშვა ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელსაც ქვია ჩემი ის არის, რა ქვია, აბრევიატურა აღებული. Z. გამოუშვა ახალი მოდული GLM 5 და 2. რატომ არის ახლა განსაკუთრებული? ამით ჩინეთმა, მოდი ესე ვთქვათ, ფაქტურად დაფარა ის ხოვება, რაც აქამდე იყო ჩინეთს და ამერიკას შორის, ეგრეთ წოდებულ frontier AI მოდელებს შორის. ანუ მასიურად გამოყენებად ხელოვნური ინტელექტის მოდულებს შორის. ექსპერტები ეს ცალსახად და ერთხმად ამბობენ, რომ ეს GLM 5 და 2 უტოლდება GPT 5 და 5-ს, რაც არის OpenAI-ის ყველაზე ახალი მოდელი. რაც ძალიან აღსანიშნავი ამბავია. ამ მოვლენას მცირე
მცირე დიპსიქის მოვლენასაც კი ეძახიან. დიპსიქი თუ გახსოვთ ადრე იყო ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც გამოვიდა და რევოლუცია მოახდინა, აღმოჩნდა რომ ჩინელებსაც თუმეს ყველაფერი ძალიან მაგრად შეუძლიათ და არაფერი ჩამოუვარდებიან ამერიკელებს. ეხლა რაში არის მთავარი განსხვავება ამერიკულს და ჩინურს შორის? როგორც გითხარით, არსებობს სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდულებს ერთმანეთს ადარებს, ტოპ 5-ში შევიდა გამოშვებიდან 3 დღეში. მოკლედ, ძალიან წარმატებული გამოშვება გამოვიდა ჩინურ ამ კომპანიას. დაეწია და ფაქტურად გაასწრო. უამრავ მოდელს გადაასწრო კიდევ. საბოლოო ჯამში რა ხდება? აი ხარა, რა არის რატომ არის საინტერესო? ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდული აღარ გვაინტერესებს თუ დინათქომია, აღარ გვაუცებს ყოველ სამშაბათს გამონდეს ფაქტი. 6 ჯერ უფრო იაფად აკეთებენ ამ ყველაფერს ჩინელები. რაშიც ამერიკელები ხარჯავენ ტრილიონებს. თელს სოფლიოს ყველა მიმართულებით როგორც უწევენ კონკურენციას, სწორედ ამ მოდელს იყენებენ აქაც. მნიშვნელოვანი არის რომ ეს სტერეოტიპულად ჩინურთან ფასი ასოცირდება ყოველასთვის, თუმცა არაფრით არ ჩამოუვარდება ტექნოლოგიურად. პირი ეს მათი ფაქტურად უნიკალური მოვლენა არის და მიუთითებს იმაზე თუ რამდენად გაბერილი შეიძლება იყოს რაღაც წარმოდგენები ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტის მიმართ. 6 ჯერ უფრო იაფად აკეთებენ თუ იგივეს და ცოტა უკეთეს ხელოვნური ინტელექტს, ანუ წარმოუდგენელი ამბავი არის. მოკლედ რო გითხრათ, მოკლედ ავტომობილო სფეროშიც ესე იქცევია. ყველა სფეროში ესე იქცევია. სტერეოტიპი მე მგონი ნელ-ნელა ჩვენს ეპოქაში ინგრევა, რომ ჩინური ეს არის იაფი და უხარისხო. ეს სტერეოტიპი იმდენად დიდი არის, ყველაფერი არის. უხარისხოც არის და სოფლიოში საუკეთესოც არის, ამაზე უკვე აღარ ასწრებს. კი, რა თქმა უნდა. ამერიკული ექსპერტები, მათ შორის ტრამპის შეველიც იძახის, რომ ნუ ეს უნიკალური მოვლენა არის და ეს რა თქმა უნდა ამას ამერიკელებს სათავისოდ კომპანიებს სათავისოდ გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის და ამბობენ რომ ნაკლები რეგულაცია გვჭირდება, რომ ჩინელებმა არ გადაგვასწრონ. შენ რეალურად ხედავ საფრთხეს, დაუშვათ ამერიკულ კომპანიებს რეალურ საფრთხეს შეუქმნის დამალფასიანი. აუცილებლად ხედავ ამ საფრთხეს, იმიტომ რომ კიდევ ამერიკელებსაც ეს ზოგადად ყოველს ეს დამოუკიდებელი, რომ ჩინელებს ისე სერიოზულად რატომღაც არ უყურებენ ხოლმე რაღაც მიმართულებებით, როგორც უნდა უყურებდნენ. თუმცა უდაო ლიდერები არიან ამერიკელებთან ერთად და მგონია რომ გაექცათ. და მე მგონია რომ ზუსტად მაგიტო შეექმნათ უდიდესი პრობლემა, რომ შესაბამისად თუ ექვსჯერ იაფი უждდებათ ამ ინტელექტის შექმნა, რა თქმა უნდა რომ მე ხალხისთვის უფრო იაფად ხელმისაწვდომი იქნება, უფრო მარტივად გამოყენებადი იქნება, უფრო მეტი შექმნა შეძლებენ. აქედან გამომდინარე შეიძლება მეტი მომხმარებელი რა თქმა უნდა, ძალიან ჩვეულებრივი შესაძლებელია. ეს 1 და 2 დღეში საუბრობთ არ მოხდება, თუმცა ეს სულ იქნება. ეს საფრთხე სულ იქნება. შეიძლება ტრამპმა დააწესოს სანქციები. ეს ჩვეულებრივია. კი, ამერიკული AI კომპანიების სასარგებლო ამას ვიხილავ. თუმცა აქ საინტერესო ის იქნება, რომ სავარაუდოდ სუვერენული ხელოვნური ინტელექტი ისევ და ისევ ამაზეც ნალაპარაკები გვა გამოყოფს თავსაც ყველა ქვეყანას და შესაძლებელი არის ყველა კომპანიასაც კი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მინი ხელოვნური ინტელექტი კონდეს და გაეშვან ეს საჯარო მოდელების გამოყენებას, იმიტომ რომ ერთი რო ძალიან ძვირია, მეორე რო შეიძლება სტრატეგიულ რისკებთან იყოს ასოცირებული, მაგალითად ამერიკული კომპანია ჩინურ ხელოვნურ ინტელექტს რო იყენებდეს ეს რეალურ და პირიქით ჩინური ამერიკულს იყენებდეს ეს რეალურ საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თეორიულად. ჯერჯერობით ამის ისეთი ღია მაგალითები არ არსებობს, თუმცა ეს თუმცა ლოგიკურად დაფიქრდები, შესაძლებელია. ტექნოლოგიის სამყაროში ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი არის. ძალიან დიდ მის ინფორმაციასთან და შესაბამისად ინფორმაციაზე გამახსენდა ეს გამოშვება, კაი გამახსენდა ალექსანდრე კარპმა, ისიც თქვა ალექს კარპმა უკაცრავად. რომ ეს ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანიები, ამერიკული კომპანიებს მათ წარმოების საიდუმლოებს პარავს, რომელიც ინტეგრირებასაც ახდენს საკუთარ მოდელებში და წვნის საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს ამ ყველაფერზე. ანუ აი ზუსტად ეს ყოფილა თემუ. ეს უბრალოდ თემუკა კი არა მოს ამას, ანუ ეს ამოს ერთ-ერთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორი. სკანდალია. ხო, რეალურად იმიტომ რომ სკანდალზე მივიდოდი, ხო, ამ სკანდალს გულისხმობდი, რომ ალექს კარპმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა AI კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით და სკანდალია ბრა. რეალურად ადამიანსა და რობოტს შორის ეგ განსხვავებაც ხო არის, რომ ადამიანს შეუძლია რომ საიდუმლო შეინახოს და რობოტმა რაც იცის და არ იცის, ყველაფერს ფქვავს. ხო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთოდ გაქრება. აი რაღაცა მოხდება და გაქრება. ეგ დავიჯერეთ. ასთან გაქრება. მაგრამ უნდა დაიხვეწოს, ისწავლოს საიდუმლოებების შენახვა. ჩვენ კი არ ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, იმან ისწავლოს ჩვენთან ერთად ცხოვრება. ჩვენგან. ჩვენგან ისწავლოთ. ეხლა კიდე ეს საინტერესო დღეს ძალიან სუხელოვნური ინტელექტზე ვლაპარაკობ. თემუკა, მაგიტომაც გელოდებით ესე. ესე იგი, ესეთი ახალი მცნება გაჩნდა ვაშინგტონში და სილიკონის ველზე.
ტრამპი განიხილავს, რომ ეს ხელმომდიახეთის კომპანიები იმდენად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოსთვის და იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიები არის, რომ ადმინისტრაციამ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფომ და არა კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიშყიდოს ამ კომპანიებიდან რაღაცა წილი და გახდეს თანამესაკუთრე ამ კომპანიების. ეს იდეა გაჟღერდა თავის დროზე, თუმცა რა თქმა უნდა, ამაზე ტექნოლოგიური კომპანიებმა ხელი აიქნიეს, ჯერჯერობით, იმიტომ რომ თითქმის ყველა დიდი ხელმომდიახეთის კომპანია არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, მათი აქციების ყიდვა შეუძლებელია ჯერჯერობით კერძო კომპანიები, თუმცა მალე ისინი აპირებენ საფონდო ბირჟაზე თავის განთავსებას. თუმცა იქიდან გამომდინარე OpenAI-ის, ანუ Sam Altman-ის ChatGPT-ის პატრონს პირდაპირ გითხრათ, ცოტა აერია ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ის განიხილავს, რომ მისცეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას წილი OpenAI-ში. რაც დაახლოებით 8 შემეშალოს რიცხვები, ეს კომპანია არის შეფასებული უხეშად 852 მილიარდ დოლარად და ტრამპის თავის წილს ტრამპს რო ვიძახი არასწორია, ამერიკის შეერთებული შტატების არც ადმინისტრაცია, ხელისუფლებას, ამერიკის მთავრობას წილს როდესაც მისცემენ 42.6 მილიარდი გამოვა, რომ მისცეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას. ის ამერიკის მთავრობა და ტრამპი ამ შემთხვევაში უკვე ამბობს, რომ აპირებენ რომ დამოუკიდებელი ფონდი შექმნან, სადაც მოთავსდება ეს თანხა ბუნებრივია და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები დივიდენდის სახის ყოველწლიურად ან ორწლიურად ან სამწლიურად აიღებენ აქედან ფულს. ეს რამდენად გამოსვლადი არ არის გამოსვლადი ეს უკვე ჩემ კომპეტენციას ცდება დიახ, თუმცა დაპირება არის ესეთი. ძალიან საინტერესოა რა სიზავენ და როგორ იზავენ. თუმცა რა თქმა უნდა ამას თან ახლავს რისკები. პირველ რიგში რისკი ის არის, რომ თუ სახელმწიფო იქნება ამ ყველაფრის მეწილე, მოუწევს უფრო მკაცრად დარეგულირება, ის პირდაპირ შიგნით ჩაიხედავს რა ხდება ამ კომპანიებში. რაც დიდი ალბათობით ამ კომპანიებს არ გაუხარდებათ და ამის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი არსებობს, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ კომპანიებს აბრალებენ, რომ ისინი ბერავენ საკუთარ ფასს, საკუთარ ღირებულებას და ამას ჯერჯერობით არავის შიგნით ჩახტვა არ შეუძლია გარდა თანამშრომლებისა და თანამშრომლებსაც კი არ შეუძლიათ, გარდა დირექტორებისა და ბორდის და ასე შემდეგ. თუ ესე პირდაპირ ყველა იქ ჩაიხედავს, შეიძლება ეს რაღაცები აღმოაჩინოს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, რაც მათ არ გაიხარდებათ. ამიტომ გაუკვირდა ხალხს ეს გადადგმული ნაბიჯი, თუმცა შესაძლებელი არის არც ისე არის საქმე, როგორც ჩვენ მგონია, რახან მათ გადაწყვეტეს რომ აგერ პოპკორნი აგერ არის და შეგვიძლია დავჯდეთ და ვუყუროთ როგორ განვითარდება მოვლენა. და ბოლოს უნდა გითხრათ, გეიმინგ სამყაროდან არის ერთი ჩემთვის შემაშფოთებელი ახალი ამბავი. PlayStation-ი აღარ გამოდის? PlayStation-ი რო აღარ გამოვიდეს, ჯერჯერობით ეგეთი გასიძახი. კაი მითხარ. PlayStation-ი გამოდის, ახალიც გამოვა საუბრობთ მალე. თუმცა სწორი გამოაცხადა, რომ ფიზიკური დისკზე აღარ იმუშავებს მომავალი PlayStation. დისკს ვეღარ ჩავდებთ PlayStation-ში. ეს არის რევოლუციური ამბავი, სულ იქნება ციფრული. თამაშს იყიდი პირდაპირ მათ ონლაინ მაღაზიაში. ხო, ეს რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისინი ამას ეკონომიკურად ამართლებენ, იმიტომ რომ ფიზიკური დისკების გაყიდვა არის რეკორდულად შემცირებული 2011 წელს 11.5 მილიარდი ჯდებოდა ეს. არ არის ცუდი, ხო? ზოგადად ბევრი კარგი შეიძლება მოყვებოდეს კი ამის აკრძალოს კი არა, ხო, აკრძალოს. ეხლა წელს შაშამ უბრალოდ 1.5 მილიარდი გაიყიდა, ანუ 1.5 მილიარდის ღირებულების დისკი გაიყიდა, 2008 წელს 11.5 გაიყიდა, ანუ რეალურად მათზე მოთხოვნა აღარ არის. თუმცა რა თქმა უნდა, ფანები და მოთამაშეები, გულშემატკივრები და მოთამაშეები ამას იძახიან, რომ ამას PlayStation-ი გამოიყენებს სათავისოდ, რაც ნიშნავს, რომ ძველ თამაშებს აკრძალავს, ძველ PlayStation-ზე შეიძლება ხელმისაწვდომი აღარ იყოს რაღაცები და ზოგადად იმ ავთენტურობას შეიძლება შეეხოს, რაც მოყვება PlayStation-ს. მეც ვეთანხმები, მეც მათ ხარეს ვარ ამ შემთხვევაში. თუმცა ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის ნახოთ რა იქნება, შეიძლება საერთოდ არ აკრძალონ, ესეც საკმაოდ ხშირი არის ხოლმე, გამოთქვეს, გამოაცხადეს, დატესტეს, რეაქცია მოისმინეს და მორჩამთ. გეიმერების კომუნამ ალბათ ამაზე აღშფოთება გამოაცხადა. აღშფოთით ყველანი აბსოლუტურად. არა უშავს. თემკა დამშვიდე. როგორც ყველაფერი. როგორც ყოველთვის საინტერესო ტექნოლოგიური ამბების ყოველთვის შენი სტუმრობა არის. ჩვენ დაგელოდებით კიდევ ნამდვილად გიждდებით თემკას სტუმრობაზე, იმიტომ რომ ჩვენთვის გაურკვეველ სამყაროში ესე უცბად მარკვევს. გვამოგზაურებს და თან ძალიან ჩვენთვის და ყოველთვის მაყურებლისთვის გასაგებია ესე გვიხსნის ყველაფერს.